ახალი გარდამავალი პერიოდი ირთვება. დააკვირდით რა გაქვთ ახლა თვარე რა არის ჩვენ ემოციებში, რა არის შესაძლებელი ჩვენს განწყობებში, რა არის შესაძლებელი. კარმული ყვანწი არის ახლა თევზებში და დაბნელებაც იქნება თევზები ქალწულის ღერძზე. ანუ დაღმავალი მიგვანიშნებს, რომ ქალწულში არის და ქალწულის ენერგია ჩვენთან არის ეს პრაგმატულობა, შრომა, მუშაობა, პრაქტიკული მიწაზე რომ ყარად გავართ ისეთი არჩევანები, ხო? და თევზები არის ოცნებები, რაღაც ოცნებას რომ მივყავარ, რაღაც გრძნობებს რომ მივყავარ, შეიძლება დავარღვიო ის ჩარჩოები და წავყვე ოცნებებს, წავყვე ჩემს გულის თქმას, ხო, თევზები ამასთან არის ყოველთვის დაკავშირებული და აი ეხლა იქნება ეს პერიოდი, ვინ მიყვება თავის გრძნობებს, განცდებს და არა ლოგიკას, რაციონალიზმს მაგალითად. აი ამის გამოცდა ხდება ეხლა. ვინც ისევ დაღმავალის ენერგიაზე იქნება, რომ აი დაიწყებს რაციონალიზაციას პრობლემის, ან აი ახლა მე საჭიროა ამ სამსახურზე რომ დავრჩე, მაგრამ ის გულით რაც მეძახის, იქ არ გვინდა. აი აქ უკვე პრობლემები შეიძლება დაიწყოს, ეს არჩევანი არის ფაქტიურად. თევზები როგორც წესი არის უფრო ოცნებებზე გაყოლა, უფრო ჩაკვირვება საკუთარ თავთან, მე რა მინდა. სად შეიძლება რომ გულს გაუყვე, სად შეიძლება რომ ჩემს გრძნობებს და ინტუიციას მივყვე და არა რაციონალურ გონებას. აქ იქნება მთავარი გარდატეხა და აქ არა აქვს მნიშვნელობა რომ ეს ინტუიციური, ემოციური ნაწილი სწორი იქნება თუ არასწორი იქნება. აქ მნიშვნელოვანი არის ვისწავლოთ ფსიქოლოგიურად ჩვენი თავის მოსმენა. მივცეთ ჩვენ თავს შანსი, აი ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და რაღაც არასტანდარტული გავაკეთოთ. თევზების შემოქმედებითი ენერგია არის. არ არის სამყარო მარტო ლოგიკა, მატერია, თურმე არის ფსიქოლოგიური მხარიც გასათვალისწინებელი. ჩემს ემოციებში რა ყოფილა აქ მნიშვნელოვანი და რაზე ვამბობდი უარსამდე მთელი ცხოვრება და შეიძლება ეს არ იყოს ემოციური არჩევანი, არამედ უბრალოდ თვითრეფლექსია იყოს, ხო, რომ მე ვაკვირდები, რომ თურმე მე ეს სოცნებები მქონია, თურმე მე ძალიან შორს ყოფილვარ ჩემი თავისგან, ჩემი ცხოვრებისგან მაგალითად, ხო და აი ეს დაბნელება ეხლა განსაკუთრებით ახლა შავმთვარე მორიელში არის და ეს ამოყრა ხდება მთელი ქვეცნობიერი დაბლოკილი ემოციების დაბლოკილი შიშების მაგალითად ყველასთვის ესე არის ეხლა და განსაკუთრებით აქ აღმავალმა და მთვარემ ერთად დაბნელების დერეფანმა შეიძლება შემოიტანოს შინაგანი განცდადობა, რომ მე თურმე რაღაც სხვა ოცნებები მქონია, თურმე სულ სხვაგან არის ჩემი სულის ნაწილი და ბევრს აღმავალ თევზებს აქვთ ხოლმე ეს პრობლემა, რომ სულ სხვა გონიათ თავი და მერე ნენელა აღმოაჩენენ, რომ საერთოდ სხვა კარმა ქონიათ, სხვა ყოფილა შიგნით და დასწავლილი რაციონალური სხვა ინტროექტებით ცხოვრობდა მარტივად რო გითხრათ და შიგნით კიდე სულ სხვა რაღაცა ყოფილა. ეს აღმავალ თევზებს ზოგადად ეს ენერგია